ახლახან ომის ახალი კრიტიკული წერტილი გაჩნდა. პენტაგონი განიხილავს საჰაერო თავდაცვის ჩამჭრელი რაკეტების ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას, რომლებიც ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინის დასაცავად შეიძინეს. აქ საქმე მარტივად გასაგებია. იარაღი, რომელიც უკრაინული ქალაქების რუსული რაკეტებისგან დასაცავად შეიძინეს, შეიძლება ახლა სპარსეთის ყურეში ამერიკული ჯარებისა და ბაზების დასაცავად გამოიყენონ. ეს ხდება 2026 წლის მარტის ბოლოს, როცა ირანთან ომის ზეწოლას ახდენს აშშ-ის მარაგებზე და ცვლის სამხედრო პრიორიტეტებს ვაშინგტონში. პრობლემა ისაა, რომ ეს ფოკუსის ცვლილება უკრაინას ფრონტის ყველაზე რთულ მომენტში ეხება. რუსეთმა 24 საათში უკრაინის ტერიტორიაზე თითქმის 1000 შორმანძილზე მოქმედი დრონი გაუშვა. ვოლდიმირ ზელენსკიმ კვლავ გააფრთხილა საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის დეფიციტის რისკზე. ვაშინგტონი სამხედრო ძალას ირანთან კონფლიქტზე ამახვილებს, ხოლო პეტრიოტის PAC-3 რაკეტები, რომლებიც სპარსეთის ყურესა და უკრაინაში გამოიყენება, უკვე დეფიციტურია. კრიზისამდე როიტერსის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა მარტის დასაწყისში თქვეს, რომ 600 ერთეული წლიური წარმოება ვერ აკმაყოფილებს ამერიკის, სპარსეთის ყურისა და კიევის მოთხოვნას. როგორ მუშაობს ეს? მუშაობს. ეს იარაღი ნატოს მექანიზმ FURL-ით იძენება, რათა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გადაიხადონ უკრაინისთვის განკუთვნილ ამერიკულ შეიარაღებაზე. ალიანსის თქმით, სისტემა მილიარდობით ევროს სამხედრო მასალა გადაადგილა კიევში, სადაც რყევა განსაკუთრებით შეინიშნება ვაშინგტონის, ბრიუსელისა და სპარსეთის ყურის ურთიერთობებში. ტრამპმა ნატოს საჯაროდ გააკრიტიკა და დაწერა, რომ ალიანსის ქვეყნებმა საერთოდ არ მოახდინეს რეაგირება. ევროპული რეაქცია ცივი იყო G7-ის შეხვედრაზე. საფრანგეთში მოკავშირეებმა მოითხოვეს სამოქალაქო პირებზე თავდასხმების შეწყვეტა, დიპლომატიური გადაწყვეტა და განაცხადეს, რომ წინასწარი კონსულტაციის გარეშე წამოწყებულ შეტევით ომში ჩართვას არ აპირებენ. საფრანგეთმა მაგალითად დაახლოებით 35 ქვეყანასთან ისაუბრა ჰორმუზის სრუტეში მომავალ მისიაზე, მაგრამ ეს გეგმა მკაცრად თავდაცვითად განსაზღვრა და მიზნად დაისახა ნავიგაციის აღდგენა მაშინ, როცა ბრძოლები შემცირდება. რატომ გადაუსწრო სპარსეთის ყურემ უკრაინას, რადგან ჰორმუზის სრუტე ეკონომიკური და სამხედრო რისკის ცენტრად იქცა. სოფლიო ნავთობის 20% იქ გადის და ომმა საზღვაო მოძრაობა შეაფერხა. სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ს ეუბნებიან, რომ მხოლოდ სროლის შეწყვეტა არ კმარა. საჭიროა ირანის შესაძლებლობების გრძელვადიანი შემცირება რაკეტებითა და დრონებით თავდასხმისთვის, ასევე ჰორმუზის სრუტის ზეწოლის იარაღად გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა. როცა თეთრი სახლი ამ სურათს ხედავს, ლოგიკა იცვლება. ჯერ უნდა დავიცვათ ბაზები, გემები, ენერგორესურსების მარშრუტები და რეგიონული მოკავშირეები. შემდეგ გადავწყვიტოთ რა დარჩება სხვა ომის თეატრებისთვის. მაგრამ ეს ეპიზოდი აშკარად აჩვენებს ჭრილობას. ნდობა თავდასხმის ქვეშაა. ევროპის დედაქალაქებისთვის ეს რთული მესიჯია. თუ უკრაინისთვის დაფინანსებული შეიარაღება შეიძლება სხვა ომში გადაიტანონ, როცა ვაშინგტონი საჭიროდ ჩათვლის. ასეთ შემთხვევებში ნატოში სტრატეგიული კოორდინაციის დაპირება მნიშვნელობას კარგავს და ეჭვი იზრდება, როგორც ბოლოს მოხდა. ომი ირანთან აღარ არის მხოლოდ რეგიონული კრიზისი. ის პირდაპირ ეხება უკრაინის დაცვას, ევროპის პოლიტიკურ რესურსებს და ნატოს სანდოობას. ინტერპტორებისთვის ბრძოლა, შეზღუდული მარაგები და სამხედრო პრიორიტეტების დაპირისპირება. და რატომ? თეთრი სახლის აზრით, სპარსეთის ყურე ახლა ყველაზე გადაუდებელი ფრონტია. ევროპა აცნობიერებს, რომ შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულებას სტრატეგიულად მაღალი ფასი აქვს.